გრძელდება თავისუფლების 1 საათი. გადაცემა რომელიც მე მიმყავს გოგი გვახარიას ჩვენ გადავდივართ გადაცემის მეორე თემაზე 18 საათამდე ვიქნებით ეთერში და სიამოვნებით წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს ლექსო მაჭავარიანს და ტორეცა მოსი სწორედ თქვი სხვა შორის უნდა გაგისწოროთ აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით კი არა აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის ბარსელონა არა ბატონო არა მივიღეთ შენიშვნა ზუსტად ჩვენი ძლიერი რედაქტორებისგან რომ თქვით მარიხუანის კი მაგრამ იქნება გავნებო საკუთარი სახელია თან უცხოენა შემოსული ჩვენ არა ეხლა ამაზე თუ არ ვიკავებთ ხო ამაზე არ ფაქტია რომ საუბრობთ თავარია თემა ვიცით თავარია თემა გაიგო რადიო მსმენელმა და მე უბრალოდ ვეღარ მოვასწარე მე თქვა რომელ საათზეა ხვალ აქცია მე მაინც ვიტყვი იმიტომ რომ უფროსები მიგრძელავენ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ხვალ რომელ საათზე 18 საათზე კანცელარიასთან 18 საათზე განსა და მოდი ასე ვთქვათ მე სანამ დაიწყებოდა გადაცემა უთხარი ჩემს სტუმრებს რომ შარშანაც ვისაუბრეთ ჩვენ ამ თემაზე უბრალოდ რითი მაშინაც ვილაპარაკეთ მე მგონი მიშა შულდაძე იყო გადაცემის სტუმარი რომ უნდა შეიცვალოს ფორმა რომ სულ ცდილობთ რომ რაღაცას ახალი ფორმა შევთავაზოთ იმიტომ რომ სხვანაირად ესე იგი ვერც ვიზიდავთ ადამიანებს თითქოს და უფრო ხმამაღლა არ გამოდის ჩვენი სასოწარკვეთა ხმამაღლა ვერ გავიზახეთ რა იქნება ხვალ ნუ დავიწყოთ იქიდან რომ ბოთლები არ იქნება ბოთლები არ იქნება ეს კონკრეტული არტისტის პერფორმანსი იყო ესე რომ ბოთლები არ იქნება ნუ რაც შეეხება რომ ხალხს ვერ ვიზიდავთ პირველი აქცია მსგავსი ჩატარდა 2013 წელს და იქ იყო 2000 ადამიანი. მეორე აქცია ჩატარდა შაშანა 2014 წელს და უკვე ადამიანთა რიცხვი იყო 5000. წელს ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება ესე რომ ის რომ ადამიანთა რაოდენობა არ იზრდება. ხო. ანუ აი ეს ადამიანები არ მოდიან კონცერტის მოსასმენად და რაღაც პერფორმანსის სანახავად. ადამიანები მოდიან იმისთვის რომ უთხრან თავრობას არ დაგვიჭირო, არ დაიჭირო ჩვენი მეგობრები, ჩვენი ახლობლები, ჩვენი ნათესავები შულები, იმიტომ რომ ის კანონმდებლობა რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს არის სრულიად გაუგუნარი ცივილიზებული ქვეყნისთვის. ხოლმე მხოლოდ იმის გამო რომ შენ ეწევი და გაქვს პირადი მოხმარებისთვის ციროდენობით შენ შეიძლება ციხეში ჩავშლი 11 წლით. მაშინ როდესაც დავუშვათ გაუპატიურებისთვის ციხეში ჩავსვამენ 6 წლით, ყაჩაღობისთვის 7 წლით, უკანონო შეერაღებული ფორმირების შექმნისთვის ჩავსვამენ ციხეში 10 წლით, ბირთვული არაღის შექმნისთვისაც კი ჩავსვამენ 10 წლით და მარიხუანას გამო ჩავსვამენ 11 წლით. სრულიად გაუგუნარია ეს ყველაფერი. და სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი მოვა ალბათ ჩვენ ვიმედოვნებთ და ეთქვის თავებას არ ლექსო მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი პოლიტიკოსის მოსაზრებებიც მოვისმინე ეს დღეები მათ შორის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების რომლებიც ამობენ რომ დაუშვებელია ადამიანის ციხეში ჩასვლა ამის გამო თუმცა ჩვენ ვიცით როდის მიიღეს ეს კანონი და ვინ მიიღო ეს კანონი ახსენებთ ამას კი ამას იცით ის მაშინაც როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ მე პირადად რამდენჯერმე ვარ ნალაპარაკები მაშინდელ პრეზიდენტთან ამ თემაზე მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ამ თემაზე ნალაპარაკები მაქვს თუმცა ისინი ყოველთვის ამბობდნენ რომ საზოგადოება მზად არ არის დღეს იგივე გვესმის ეხანდელი ხელისუფლებისგან თუმცა ჩვენ უკვე ვხედავთ რომ საზოგადოება რეალურად მზად არის სულ უფრო ცოტა ადამიანი ჩანს ვინც იძახის რომ იცით ადამიანები უნდა დაიჭირონ ამისგან ორადული პოლიტიკოსი ასეთი ადამიანი არ არის და ისე მიყვარს პარლამენტარებიც რო გამოდიან ორადული პოლიტიკოსი ვიცი ვინც ამბობს რომ უნდა დაიჭირონ ეს არის ვოლსკი და საგანელიძე სხვასგან მეცხვისგან არავისგან არ მომისმენია ჯერ რომ ადამიანები უნდა დაიჭირონ არც ნარკოლოგები არც ფსიქოლოგები არც ადიქტოლოგები არც არასამთავრობო ორგანიზაციები არავინ აღარ ამბობს რომ ადამიანები უნდა ჩაგდნენ ციხეში მოხმარების გამო ხოლმე ეს ორი პოლიტიკოსი ამბობს ამას საგანელიძე და ვოლსკი და ეთანხმება პრემიერ-მინისტრის რომელიც წინა აქციის მერე უბრალოდ ვერ გაიგო დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას შორის განსხვავება და სწორედ ამიტომ მისთვის სპეციალურად ჩვენ მესიჯი საკუთარ გასაგები გავხადეთ და მოვითხოვთ გასაგებად არ დაიჭირო იმედია ახლა მაინც მიხვდება ბატონი ღარიბაშვილი რომ ადამიანების დაჭერა დაუშვებელია. მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება ერთი სიტყვა თქვა არა. როგორც ვიცი, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრები იცვლებიან ძალიან ხშირად და ეს შინაგან საქმეთა მინისტრი გაიზიარებს წინა შინაგან საქმეთა ministrების ბედს, რომლებიც ასევე ფიქრობდნენ მე ამაში დაწუნებულად. რექსო, კიდევ ერთი კითხვა რომ პოლიტიკასო თავი დავანებოთ, მაგრამ მაინც რომ შარშანაც ბევრი კითხულობდა, რომ რატომ არ ატარებდნენ ამ აქციებს წინა ხელისუფლების დროს. გეტყვით. ჩვენ აქტივობა 2 ივნისის მოძრაობამ დაიწყო 2011 წელს და
თავდაპირველად ეს იყო პეტიციების შედგენა, მაშინდელი პრემიერი იყო გილაური, ჯერ შემდეგ პრემიერი იყო ვანო მელაბიშვილი, მათ სახელზე პეტიციები შევადგენთ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ამ თემაზე საუბარი კი ტაბუდადებული იყო, ჩვენ არ ხვდებოდით რადიო ეთერში, სატელევიზიო ეთერში და არ ვსაუბრობდით ამ თემაზე, ხო? ამ თემაზე საუბარი არ ხდებოდა არსად. ჩვენ დავიწყეთ ნელ-ნელა ამ თემაზე საუბარი, ნელ-ნელა დაიწყო საზოგადოებამ გაცნობიერება, რომ ადამიანები არ უნდა დაიჭირონ ამის გამო. და 2013 წელს უკვე მოვიდა ეს და როცა ჩვენ შევძლებთ 2000 ადამიანის შეკრება და ქუჩაში გამოყვანა. იქამდე ეს უბრალოდ ფიზიკურად არ მოხერხდებოდა, ხო? და ამიტომ ჩვენ შემოვიფარგლებოდით ხონდაფხოლოდ პეტიციებით, რაღაც სტატიების წერით და რაღაც გავსი აქტივობით. როგორც კი ჩვენ შევატყვეთ რომ მზად ვართ იმისთვის რომ ქუჩაში გავიდეთ, ქუჩაში გამოვედით და მას შემდეგ უკვე ყოველწლიურად ამ აქციებს ვატარებთ. ნუ მე პირველი აქცია პირადად 2007 წელს ჩავატარე. 2007? 2000 თელავში 4 მეგობართან ერთად, მაშინ ფონი იყო ესეთი რომ ხო არ გადაირიეთ და დაგიჭერენ და დაგხოცავენ და მას გიზავენ, იმას გიზავენ, მაგრამ მაშინ მართლა იყო დიდი შიში, ასე ვთქვათ, თვითონ მარიხუანის თემაზე ლაპარაკის. იმის მერეც უკვე რაღაც ანუ ესეთი ტიპის აქტივობები ქონდა, შეიძლება ესე უშუალოდ მე საპროტესტო აქციებს აღარ მართავდით, მაგრამ რაღაცა არტისტული პერფორმანსების სახით რაღაცებს ვაკეთებდით. სულ ვემზადებოდით იმისთვის, რომ ეს თემა დაგვეძრა და აგვეწია. მე მოხდა დაკავშირება უბრალოდ სხვადასხვა, იმიტომ რომ 2 ივნისი აერთიანებს რეალურად დღეს სხვადასხვა ადამიანებს, ან სხვადასხვა წარსულის და სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს და ასე შეიქმნა 2 ივნისი. ანუ ეს არ არის რაღაცა ერთი კონკრეტული ჯგუფის ახირება, ასე ვთქვათ. საკმაოდ წარმომადგენლობითი გუნდი ვართ და თელავში წელსაც ტარდება. თელავში არ ტარდება წელს სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ასეთ მაგრამ ვიცით რომ ქალაქებში ტარდება ქუთაისში, ტარდება ბათუმში, ტარდება ბოლნისში, ტარდება ზუგდიდში და მაშინ ზამთრობით. ყველგან ერთი და იგივე დროს. ყველგან ერთი და იგივე დროს 6 საათზე დაიწყება, ბათუმში ეს იქნება ევროპის მოედანზე, ქუთაისში ეს იქნება პარლამენტის წინ, ბოლნისში იქნება ბოლნისის პარკში, ამფითეატრთან, ზუგდიდში განსაკუთრებით გამზირი 45, თბილისში კანცელარიის წინ დაიწყება 6 საათზე ყველგან. ახლა პარალელურად ვისაუბროთ რა ხდება ამ დროს, როგორ მუშაობთ თქვენ ხელისუფლებასთან, ანუ ის რა ხდება პარლამენტში რეალურად დღეს. პარლამენტში ხდება ის, რომ დღეს აი რამდენიმე წუთის წინ ბიურომ წვანე შუქი აუნთო კანონპროექტის დეკრიმინალიზაციის შესახებ და ეს კანონპროექტი გამწავა განხილვაზე კომიტეტებში. საკომიტეტო მოხსნებს დავესწრებით აუცილებლად ჩვენ 2 ივნისის მოძრაობის წევრები და ყველანაირად აქტიურად შევესწრებით რომ ეს კანონპროექტი მოხდეს სესიაზე. და სესიაზე უკვე შევესწრებით ყველანაირად რომ პარლამენტარების უმრავლესობა ამ კანონპროექტს ხმა მისცეს. ჩვენ ამისთვის დავჭირდება არა მარტო ჩვენი აქტივობა, არამედ საზოგადოების აქტივობაც და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ხვაინდელი აქცია გამოიქნება პირველი ნიშანი ამ აქტივობის და ხვალ მოვა იმდენი ადამიანი აქციაზე, რომ ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ მიხვდება რომ საზოგადოება მზად არის იმისთვის რომ ეს ცვლილება მოხდეს და მიხვდებიან რომ მათთვის ელექტუალურად მნიშვნელოვანია ის რომ ეს ცვლილება განახორციელოს. და რეალურად ვიცით როგორი სიტუაცია პარლამენტში, ამდენიც ვიცით თავისუფალი დემოკრატები მხარს დაუჭერენ ამ თავისუფალ დემოკრატებთან ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ჩვენ ვიცით რომ ისინი დიდი ხანია ემხრობიან დეკრიმინალიზაციას. ჩვენ ასევე ვიცით აი ნაციონალური მოძრაობიდან ახლახანს წამოსული დეპუტატების აზრი რომ ისინი ასევე მხარს უჭერენ. ჩვენ ვიცით რესპუბლიკელების პოზიცია რომელიც არაერთხელ გაუჟღერებიათ მათ რომ ისინიც ემხრობიან დეკრიმინალიზაციას. ჩვენ ვიცით ნაციონალური მოძრაობის გარკვეული ნაწილის პოზიცია იგივე მათმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა რომ ის პირადად ემხრობა დეკრიმინალიზაციას. ყობასუბელიანის კომენტარი ჩვენ დღეს დარჩა ქართული ოცნება, დარჩება ქართული ოცნება და ეს 2 კაცი რომელიც რეალურად ხელს უშლის ამ კანონპროექტს და იმას რომ ადამიანები აღარ დაიჭირონ. თუმცა ჩვენ ვნახავთ როგორ ვინ დაუჭერს მხარს და ვეცდებით რომ საზოგადოებამ გაიცნოს ის ადამიანები რომელთა დამსახურებითაც პრაქტიკულად არაფრის გამო ადამიანები კარგავენ წლებს საპატიმრო დაწესებულებში. ჩვენ ამას ყველანაირად უზრუნველყოფთ. საზოგადოება ნახავს ამ ხალხს. საზოგადოებამ დაინახოს ის კანონმდებლები რომლებიც ამ აბსურდის ავტორები არიან და იმიტომ რომ ჩვენ იგივე შინაგან საქმეთა მინისტრის ერთი სიტყვა არა, მხოლოდ არა თქვა, მან კომენტარები აღარ გაუკეთებია, რაც იმის მანიშნებელია, რომ როგორც ჩანს ხელისუფლებასაც უკვე უჭირს არგუმენტები აღარ არის პოპულარული. რა თქმა უნდა, ნაციონალურ დონეზე არგუმენტები არ არსებობს და ეს ემსგავსება კახა თარგამაძის შეძახილს, რომ მე რკინის კაცი ვარ, როგორც გახსოვთ, თუმცა რა თქმა უნდა მე აირონმენთან ვერ ვაიგივები ასოდეს და ცუდადაც დაამთავრა. ასე რომ რკინის კაცობა არ არის კარგი ზოგადად, ჯობია რაციონალურ არგუმენტებს მოусმინოს ყველამ. გარდატეხის მომენტი არის ძალიან ახლოს. ჩვენ თუ იქნებით ყველანი აქტიურები
მაშინ ჩვენ შევძლებთ რომ ხელისუფლება აიძულოს წავლის დათმობაზე. ძალიან მარტივია. თუ საზოგადოება იქნება აქტიური ჩართული ამ საქმეში, ახსენეთ ექიმები, ნარკოლოგები და აი ეს ხალხი, იმიტომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი რა სიტყვის. ჩვენ შეგვიძლია ტელეეთერში თუნდაც სტატიების დონეზე ვნახოთ ჩართული ნარკოლოგების აზრი, თითქმის ყველა მათგანი, აი გამონაკლისიც კი არ ვიცი, ყველა მათგანი იძახის რომ ადამიანები არ უნდა დაიჭირონ მოხმარების გამო. დღეს მე უსმინე ზაქარია ქუსტაშვილს რომელმაც თქვა რომ იმისთვის რომ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღოთ ფრაქციაში ქართულ ოცნებაში დაუჭერთ თუ არა მხარს ამას ჩვენ გვინდა მოვისმინოთ სპეციალისტების აზრიო. და მე მინდა მას უთხრა რომ ყველა სპეციალისტი ვინც კი კომპეტენტურია ამ სფეროში, არა მარტო ქართული, არამედ უცხოელიც, ყველა ერთხმად აცხადებს რომ ადამიანების დაჭერა არის დაუშვებელი მოხმარების გამო. შესაბამისად თუ მათ ეს არგუმენტი აქვთ, ეს არგუმენტი ვალიდური არ არის. მაგრამ აქ წინააღმდეგობა არის ხოლმე იცი შენ რომ ლაპარაკია რომ ადამიანის დაჭერა დაუშვებელია მოხმარების გამო, მაგრამ ვიღაცამ უნდა გაყიდოს ხო, ჩვენ ხო აქ ავსაუბროთ ლეგალიზებაზე, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ დეკრიმინალიზაციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მოხმარების და პირადი მოხმარების შენახვის, იმიტომ რომ ეხლა ისე მუშაობს, ასე ვთქვათ, ეგ ეწოდებული პიარი, თითქოს თქვენ მოითხოვთ ლეგალიზაციას. არა, რა თქმა უნდა, არასწორად, ამიტომ ყოველთვის გასაგებია ლეგალიზაციის მომხრეებიც არიან და ბუნებრივია, მეც როგორც ორი ივნისი ბევრი ადამიანისგან შედგება და ჩვენ ანუ ორი ივნისის მოძრაობის საერთო პოზიცია არის ამ ეტაპზე დეკრიმინალიზაცია. თუმცა ცალკეულ წევრებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, პირადი აზრი, რასაც ვერავინ ვერ დაუშლის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ამ ეტაპზე საერთო ბრძოლის მიზანი არის ის, რომ ადამიანები არ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებაში ნარკოტიკების მოხმარების გამო. ანუ ყოველთვის ეს იყო. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ადვილია ახლა ხვალ რო აქცია ჩატარდება, ძალიან ადვილია გაიაროს ვიღაცამ და თქვას რომ ესენი მოითხოვენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას. ხო, ამიტომაც არ დაიჭირო იმდენად მარტივად გასაგები მესიჯია რომ არ დაიჭირო, ხო, ყოველთვის გასაგებია. არანაირი ასტასხვაობა შეიძლება, ხო, ამაზე ვიყოს. არ დაიჭიროს ვითხოვთ. რეალურად ვიცით რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს ციხეში ნარკოტიკის მოხმარების გამო, იმიტომ რომ არსებობს ასეთი აზრიც გავიგე, რომ ეს კანონი კვლავ არსებობს, მაგრამ აღარ იჭერენ ისე, როგორც თქვათ ბანომერაბიშვილი. მე შემიძლია დღევანდელი შემთხვევა გავახმაურო, როდესაც ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა ციხეში და იჯდა ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა მოხმარების გამო. ასეთი შემთხვევა იყო ასევე ერთი წლის წინ, თუ არ ვცდები, როდესაც ადამიანი, რომელიც დაიჭირეს მარიხუანის შენახვის გამო, 8 თვეში 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ანუ ეს სტატისტიკა არის შემზარავი, გარდა იმისა, ვინც ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას, რა თქმა უნდა, მე მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე, მათ მდგომარეობაზე საერთოდ არავინ არ ზრუნავს, ეგ კი არა არსებობს ესეთი დემონური რეგულაცია, რომლის თანახმადაც ადამიანებს 8 წლით ართმევენ მე მართვის მოწმობას და პრაქტიკულად ეს ადამიანები აბსოლუტურად ხელფეხშეკრულები არიან, რომ რესოციალიზაციის პროცესი გაიარონ. აქ მთელი წყება არის პრობლემების, ანუ ის რაც მოსდევს მე ამ დაჭერას რეალურად. და დიახ, ეს ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, ეს არ არის მომართული არაფრისკენ, არანაირ მიზანს არ ემსახურება რეალურად. ის არ უზრუნველყოფს შემცირებას, იმიტომ რომ სტატისტიკას თუ მივყვებით, ვნახავთ, რომ შემცირების ანუ კლებადობა არ ხდება. დანაშაულის რაღაც სტაბილურად ერთ მოცემულობაში მერყეობს და მეორეს მხრივ უამრავი ადამიანი გადის ამ წლებს ენგრევა ცხოვრება და რის გამო, ხო? პრინციპში ადამიანი ვნებს თავის თავს და არა გარემომცველ სამყაროს. ტესტირება კიდევ ერთი საკითხი იზოლებითი ტესტირება, რომელიც არის ჩემი აზრით ძალიან სწორი. რა თქმა უნდა, ამას უკავშირდება ყველაფერი, მაგრამ მე სპეციალისტებისგან გამიგია, რომ ამბობენ, რომ ეს ტესტირება საერთოდ არის აკრძალული წესით და არის კანონის მე გეტყვით ძალიან მარტივად, საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის მერვე პუნქტი ნებისმიერ ადამიანს აძლევს უფლებას უარი თქვას ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, იმ შემთხვევაში თუ მას წაიღო ნარკოტიკულ დაწესებულებაში. ეს მუხლი მოქმედებს ჩვენ პირადად შევესწავლეთ 3 დღის წინ ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტის დაკავებისას, რომელიც ქუჩაში აკეთებდა წარწერას, სპეციალურად წარწერებისთვის გამოყოფილ ადგილზე, აფიშების ადგილზე არ დაიჭიროს. მან მოასწრო დაწერა არ დს და შემდეგ ის 4 საპატრულო ეკიპაჟმა დააკავა ერთად და წაიყვანეს ატომღაც მაშინვე ნარკოლოგიურში, ალბათ ჩათვალეს, რომ რაკი ის ამ კამპანიაში ჩართული, ესე იგი ის მომხმარებელია. მიხვდნენ რას გულისხმობ? რა თქმა უნდა, მიხვდნენ, კი, მაშინვე მიხვდნენ. 4 საპატრულო ეკიპაჟი. 4 საპატრულო ჯერ მარტო ისო ამდენი რესურსი იხარჯება იმის მაგალითად კრიმინალებს დიონ ხატვარს
ხატვარი დააკავეს 4 საპატრულო მანქანით. წაიყვა ეს ნარკოლოგიაში ჩვენც იქ მივედით და ჩვენ აქტივისტმა უარი განაცხადა 52 მუხლის საფუძველზე ბიოლოგიური მასალით ჩაბარებაზე და პოლიციას არაფერი არ დარჩეულა თუ ის რომ ის გამოეშვა. მე მინდა უთხრა ყველას ვინც ახლა ჩვენ გვისმენსოთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავებენ და წაიყვანენ ნარკოლოგიაში, თქვენ საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის მერვე პუნქტით გაქვთ უფლება რომ უარი განაცხადოთ ბიოლოგიური მასალით ჩაბარებაზე და კლინიკურ დათვალიერებაზე. ამ შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია თქვენ გაგანთავისუფლოთ. ეს ქალაქში თქვენი აქტივისტი, რომლის უკან კიდევ მთელი ორგანიზაცია იყო და რომელიც უფრო თამამად იქცეოდა. რა უყოთ თქვა რეგიონებში, პირდაპირ ასე ვთქვათ, უპატრონო ადამიანს, რომელმაც არც იცის ეს და რომც იცოდეს და რომ განუცხადოს პოლიციას, რომ კონსტიტუციის 52 მუხლი გაახსენოს, საეჭვოა რომ ასე ადვილად დაუთმონ. რა ხდება რეგიონებში? რეგიონებში არის კატასტროფული მდგომარეობა, რეალურად წნეხი თითქოს შერბილებული არის დედაქალაქში. აქ იყო ჩვენს მიმართ გამოთქმული რაღაც კრიტიკა, რომ თითქოს ჩვენ მხოლოდ რაღაც ერთი ჯგუფის ინტერესებს ვიცევთ და კლუბერების ინტერესებს. რეალურად ამ კატეგორიას ზუსტად ყველაზე ნაკლები პრობლემა ექნება, ყველაზე დიდი პრობლემა ექნებათ რეგიონებში მაცხოვრებელს, რომლებიც არიან დაუცველები აბსოლუტურად პოლიციის ამ მზარდი აგრესიისგან და პრაქტიკულად ქალაქებში, რეგიონულ ქალაქებში ღამით გავლა არის სახიფათო, განსაკუთრებით თუ გრძელი თმა, გაცვია რაღაც დახეული ჯინსი ან უბრალოდ თუ იმ პოლიციას შენი სახე ეუცხოა, არ მოეწონე. იმიტომ რომ იქ ადგილობრივები როგორც წესი უკვე მრავალგზის შემოწმებული ყავთ და ბევრიც დაჯარიმებული. ზუსტად ეს არის რომ მარიხუანა არის ამ შემთხვევაში ის თემა, რომელიც ძალიან ფართო წრეს ეხება, ფართო წრეს ფარავს, ასე ვთქვათ და პრაქტიკულად ყველა სოციალური ფენის პრობლემად იქცევა. ჩვენ ველოდებით ახლა ამ კანონპროექტის შედეგს თუ ეს შედეგი არ იქნება ის, რაც უნდა იყოს ყველა ლოგიკით და არ მოხდება დეკრიმინალიზაცია, ჩვენ შევეცდებით, რომ უკვე გადავიდეთ უფრო აქტიურ ფორმაზე, დავუშვათ შევქმნათ სერვისები და აქტიურად დავიწყოთ ადვოკატირება ნებისმიერი ადამიანის, რომელიც ნარკოლოგიურ დაწესებულებაში მოხდება, ველოდებით ახლა ამ პროცესს. იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავიწყეთ და ნაბიჯ მივყვებით სტრატეგიას, რომელიც არის გრძელვადიანი, მაგრამ შედეგიანი. ასეთი აზრიც გავიგე რომ ევროკავშირის მოთხოვნა არის თითქოს რამდენად მართალია არ ვიცი ევროკავშირიდან მოდის თითქოს ეს მოთხოვნა რომ შეარბილონ და კეთყვით მართალია მართლა ასე არის ვიზა ლიბერალიზაციის წინ იყო ჩამოსული კომისია რომელმაც ამ სფეროსთან დაკავშირებით ორი რეკომენდაცია გასცა რომელიც შესრულებად სავალდებულოა ჩვენთვის თუ ჩვენ გვინდა ვიზა ლიბერალიზაციის მიღება ერთი არის ის რომ უნდა გაიმიჯნოს მომხმარებელი რეალიზატორისგან ერთი რეკომენდაცია და მეორე რეკომენდაცია არის ის რომ აი ამ ქუჩის შერჩევით ნარკოტესტირებაზე დაწესდეს სასამართლო კონტროლი ანუ აღარ მოხდეს ეს სასამართლოს გარეშე ეს რეკომენდაცია აუცილებლად შესაძლებელია ამ შემთხვევაში თუ ჩვენ საგანეძე ვოლსკიმ იციან საგანეძე ვოლსკიმ ეს იციან თუმცა მათ იპოვეს გამოსავალი წყალებში შესაძლოა მოამშენებენ საკუთარ სამეცნიერო მოამზადა კანონპროექტი რომელიც ითვალისწინებს გამიჯვნას 260 მუხლში გამიჯვნას რეალიზატორების და მომხმარებლების თუმცა მომხმარებლებს მაინც დაიჭერენ და ეს სასჯელი თეთრფერის მაგივრად ცირდება 6 წლამდე. ანუ ეს კანონპროექტი აქვს შეტანილი შინაგან საკუთარ სამეცნიერო პარლამენტში და ნუ სავარაუდოდ ეს კანონპროექტი გავა. თუმცა ეს კანონპროექტი იმის მიუხედავად გავა თუ არა, მაინც არანაირი გავლენა არ ექნება ჩვენ შემდგომ მოძრაობაზე. ჩვენ ყველა შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ კი პარლამენტი ამ ჩვენ კანონპროექტს ჩააგდებს, რომელიც ითვალისწინებს არ დაიჭიროს და არ დაჭერას ადამიანების, ჩვენ შემოდგომაზე კიდევ ერთ კანონპროექტს შევიტანთ. საბედნიეროდ დღევანდელ პარლამენტში არიან უკვე საკმარისი რაოდენობის დეპუტატები, რომლებიც მოახერხებენ ჩვენს მიერ ლობირებული კანონპროექტების შეტანას პარლამენტში. ჩვენ არ შევჩერდებით და თითო ერთი ჯერიდან მეორე ჯერზე ჩაგვიდებენ ერთ კანონპროექტს, შევიტანთ მეორეს, ჩაგვიდებენ მეორეს, შევიტანთ მესამეს და ამას გავაკეთებთ იქამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. რა არგუმენტები აქვს ამ ხელისუფლებას თქვენი აზრით, რომელიც ნაკლებად ვიცი ეს არგუმენტები? არგუმენტები რასაც ამბობენ საჯარო თუ რაც თქვენს წინააღმდეგ, თქვენს წინააღმდეგ. ერთ-ერთი რამე რაც თქვენს, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საზოგადოება არ არის მზად. ეს ისე კი, აი ეს თქვა, მეტი სხვა არაფერი არ უთქვა. თან ძალიან დისკრიმინაციულია, იმიტომ რომ გამოდის რომ ქართველები სხვადასხვა ამ ცალკე სახეობა ვართ ადამიანების, რომლებზეც ბიოლოგიური მოცემულობები სხვანაირად მუშაობს, იმიტომ რომ არანაირი რაციონალური არგუმენტი არ დარჩა. რეალურად არსებობს საზღვარგარეთის პრაქტიკა, კვლევები, მთელი რიგი მოცემულობები, რომლებსაც ჩვენ ვუდებთ წინ და ვეუბნებით რომ ეს არის და ისინი გაიზარხიან აი ამ
უცნაურ ფრაზას, რომ საქართველოს საზოგადოება მზად არ არის. მე მიჩნდება კითხვა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ პოლიტიკოს გონია, რომ ქართველებს გვაქვს რაღაც ცალკე სახეობა ვართ ადამიანების, როგორც ჩანს და ჩვენზე რაღაც მოცემულობები სხვანაირად მუშაობს. რეალურად მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად არის. მზად არ არის ხელისუფლება არ არის მზად შეასრულოს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება. ჩვენ ყველას გვაქვს რატო უნდა ხელისუფლებას შეინარჩუნოს? იმისთვის რამდენი მიზეზია. ეს არის ადამიანებზე კონტროლის საშუალება. არჩევნების წინ ძალიან მარტივია დაიჭირო ადამიანები ნარკოტიკის მოხმარების გამო. ჩასვა ისინი ციხეში და აიძულო ისინი, რომ მოიტანონ მათი და მათი ახლობლების ხმები იმის საერთოდ გამოუჩნდეს. წინა ხელისუფლების მანკეტ პრაქტიკას აგრძელებენ, რაც ხელისუფლება მე არ გამიგია ნარკოტიკებს უგდებდეს. ესეთი შემთხვევა. იყო რამდენიმე შემთხვევა, გაჩნდა რამდენიმე შემთხვევა, იყო რაღაც საპროტესტო აქციებიც კი ამასთან დაკავშირებით, არის ესეთი შემთხვევები. კიდევ ეს არის საშუალება, რომ ბიუჯეტი შეავსონ. ანუ ჯარიმებს, რომელსაც ადამიანები იხდიან, ეს მიდის ბიუჯეტში. ანუ ეს ორი მიზეზია, შინაგან საქმეთა სამინისტროს რა უნდა კონტროლის მექანიზმების ხელიდან გაშვება. ასე გასწრებით უფრო მარტივია მართული საზოგადოება. ნუ პლუს იმ ფონზე, როდესაც რეალურად პოლიციას აქვს პრობლემები, ნდობის პრობლემები, ეს ან ძალადობრივი მეთოდიკა ერთგვარად უქმნის ილუზიას პოლიციას, რომ აი თუ ამ ძალადობრივ პოლიტიკას გავაგრძელებთ, ეს რაღაცნაირად კრიმინალთან ბრძოლაში დაგვეხმარება. რეალურად ეს ესე არ არის. და ჩვენ თვლით, რომ მთელი ეს რესურსი, რომ თუნდაც იმას მოხმარდეს, რომ პოლიციის კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს, რომ მათ ისწავლონ, როგორ უნდა ებრძოლონ ცივილური მეთოდებით კრიმინალს და არ მოცდნენ 4 საპატრულო ეკიპაჟით არის დიონ მხატვრებს და მუსიკოსებს და ნორმალურ ადამიანებს, ჯობია რომ ამას მოხმარდეს, ვიდრე ის, რომ ამხელა რესურსი იხარჯებოდეს ტყუილად არაფერში, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებას ანგრევს. გავიგე. მოდით კიდევ ერთხელ გავახსენოთ, ესე იგი, თქვენ თვითონ უთხარით რადიო მსმენელს, 2 წუთი დაგვრჩა, ხვალ რას აპირებთ, უბრალოდ წუთი დაგვრჩა, ესე იგი, რომელ საათზე და ხვალ 6 საათზე თბილისში მთავრობის კანცელარიის წინ მოგზანდით და ერთად დაუჭიროთ ხარი იმას, რომ ადამიანებს აღარ იჭერდნენ ნარკოტიკის, კონკრეტულად კი მარიხუანას მოხმარებას. და ამჯერად, ესე იგი, ორგანიზაცია 2 ივნისი. მოძრაობა 2 ივნისი. მოძრაობა 2 ივნისი არის ორგანიზატორი, ისე როგორც ყველა წინა აქცია. და ეჭირება პლაკატი არ დაიჭირო. თავარი ლოზუნგი არის არ დაიჭირო. სლოგანი წლევანდელი თქვენ. წლევანდელი აქციის არის არ დაიჭიროს. ჩვენ ამით გვინდა რომ ხარი დაუჭიროთ იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტშია შესული. თუ ვიქნებით ბევრი, საზოგადოება მზად არ არის არგუმენტი ყოველგვარ ას დაკარგავს. ხო. კეთილი, ტორე ზაბოსი და ლექსო მაჭავარიანი იყვნენ ჩვენი გარცემის სტუმრები. წარმოადგენენ საზოგადოება 2 ივნისს და კიდევ ერთხელ ვეთქვი რადიო მსმენელს, რომ ეს აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ხვალ გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც, ქუთაისი, ბათუმი, ბოლნისი და ზუგდიდი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა რადიო მსმენელს, რომელიც გვისმენდა. მე ვარ გოგი გვახარია, მიმყავდა ეს გადაცემა, ტატო ჯინჯიხაძეა ხმის რეჟისორი და გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.